მე მინდა სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს სიმართლე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ჩინეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების ელჩებს შეხვდა. ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საქართველოში ჩინური კომპანიების თანამონაწილეობით ხორციელდება. ჩეხეთის ელჩთან შეხვედრაზე კი მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შედეგები შეაჯამეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნების სამომავლო ურთიერთობასაც. ჩეხეთის ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისგან. საუბარი იყო ჩვენი სამინისტროს მიმდინარე პროექტებზე, პროგრამებზე. ჩეხეთის ელჩმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ამ თვალსაზრისით ჩვენ სამინისტროსთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან, ხოლო ჩინეთის ელჩთან საუბრის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ძალიან მეგობრული შეხვედრა და საუბარი გქონდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ინფრასტრუქტურის სფეროში გასულ წლებში საკმაოდ ეფექტური იყო და ამ ტიპის ურთიერთობის გაგრძელება და გაღრმავება როგორც ჩინური, ასევე ქართული მხარისთვის სასარგებლო იქნება. დავით ნარმანიას ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში ვიცნობდი. ამჟამად მას საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია და ქვეყნის ინფრასტრუქტურულ და რეგიონულ განვითარებაზეა პასუხისმგებელი. შეხვედრაზე ჩვენ ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და იმ შედეგების შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ამ ურთიერთობით მივაღწიეთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საქართველოსა და ჩეხეთს არაერთ სფეროში შეუძლია თანამშრომლობა, მათ შორის განსაკუთრებით მყარი არჩევნების მართვის სფეროს გამოვარჩევდი. ასევე სიამოვნებით გავუზიარებდით ერთმანეთის გამოცდილებას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სფეროში.